ზაფხულში სწორი კვება ერთნაირად მნიშვნელოვანია ყველასთვის. ჩვენს კითხვებს ახლა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანი უპასუხებს. ქეთი, მადლობა რომ დრო გამონახეთ და მოხვედით. ხმები დადის რომ ძალიან მარტივია ზაფხულის განმავლობაში დიეტის დაცვა, იმიტომ რომ ბლომად გვაქვს ხილი და ბოსტნეული. მეც ასე ვიქცევი. ყველაფერი გამორიცხული მაქვს, მათ შორის ტკბილეული ნახშირწყლები და მხოლოდ ხილსა და ბოსტნეულზე ვზივარ და ძალიან ბედნიერი ვარ ამით. თუმცა მაინც კარგი შედეგი. მაინც კარგი შედეგი არ მაქვს. რა არის მიზეზი? არასწორად ვიქცევი, როგორც ხვდები, თუმცა არ ვიცი რატო. თუ თქვენი მიზანი არის წონის კლება, ვფიქრობ რომ რა თქმა უნდა არასწორად იქცევით. იმიტომ რომ როდესაც თქვენ ბრძანებთ რომ ნახშირწყალი აბსოლუტურად გამორიცხული გაქვთ რაციონიდან, ალბათ თქვენ გულისხმობთ საკონდიტრო ნაწარმს, არა? მაგრამ ხილი რა არის? ხილში ხომ შემავალი კომპონენტები სწორედ რომ ნახშირწყალია. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში არა მარტო ზაფხულში, არამედ ვფიქრობ წელიწადის ნებისმიერ დროს დაბალანსებული კვების რაციონის შენარჩუნება არის ჩვენი ჯანმრთელობის საწინდარი და თქვენ შემთხვევაში შესაძლოა რამოდენიმე ზედმეტი კილოგრამის დაკლების წინაპირობაც. და რას ნიშნავს ეს დაბალანსებული რაციონი? ბუნებრივია, როცა ცხელა, არანაირი მოთხოვნილება, სურვილი პრინციპში უხშირესად არ არის მძიმე საკვების მირთმევის და თქვენი არჩევანი ნაწილობრივ გამართლებულია, იმიტომ რომ არჩევანი შეაჩერეთ ხილსა და ბოსტნეულზე, რითიც ეს პერიოდი საკმაოდ გვანებივრებს. ერთის მხრივ სწორი გადაწყვეტილება, ვინაიდან ზაფხული გახლავთ წელიწადის ის დრო, როდესაც ხდება იმუნიტეტის საოცარი გაძლიერება, ეხლა არსებული ხილი და ბოსტნეული წარმოადგენს ვიტამინების და მინერალების უბადლო წყაროს და ეს ძალიან კარგია. თუმცა ზაფხული არ ნიშნავს იმას, რომ უარი ვთქვათ ცილაზე, უარი ვთქვათ რძის პროდუქტზე. სიუჟეტი რაც მოვისმინეთ, რა თქმა უნდა, იქ სავსებით სწორად იყო ყველა ის კომპონენტი, ნიუანსი ჩამოთვლილი შენახვის პირობებთან დაკავშირებით და ვარგისიანობასთან. ამიტომ ამ საკითხზე მე აღარ შევჩერდები. საუბარია იმაზე, რომ დოზირებულად უნდა მივირთვათ ცილაც, ცხიმიც, ნახშირწყალიც, ხილიც და ბოსტნეულიც. და ასეთ შემთხვევაში თქვენ პრობლემა არ შეგექმნებათ. ზუსტად ყველაზე დიდი პრობლემა, იმიტომ რომ მე მგონია რომ ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი იწყებს დიეტის დაცვას, უნდა მიმართოს დიეტოლოგს, ენდოკრინოლოგს, ვისგანაც ძალიან სწორ რჩევას მიიღებს კონკრეტულად ამ ადამიანისთვის, როგორი ტიპის დიეტა იქნება. და რა რაციონი არის შესაძლებელი. ანუ ეს სახლის პირობებში მე თვითონ გადავწყვიტე, იმიტომ რომ ჩვენ მოქალაქეები ასე ვიქცევით ხოლმე, რომ გვეზარება მიხვიდე დიეტოლოგთან და რაღაც ვთხოვო, რომ დაწეროს რაღაც კარგი დიეტა, რომელიც ძალიან ეფექტური იქნება. რა უნდა შეგვიძლია ყოველთვის გადაყენება? უპირველეს ყოვლისა, რა არის წინაპირობა იმით, რომ თქვენ გსურთ ზედმეტი კილოგრამებისგან განთავისუფლება? რაიმე ჩივილი ჯანმრთელობის მხრივ გააქვთ? კონსულტაციაზე. დიახ, მინი კონსულტაცია. არ გაქვთ. ანუ თქვენ მაინც ამას აღიქვთ როგორც ერთგვარ ვიზუალურ ესთეტიკურ პრობლემას, არა, საბოლოო ჯამში და გსურთ რომ რამოდენიმე კილოთი ნაკლებს იწონიდეთ. იცით, როცა ვსაუბრობთ ჭარბწონაზე, ჭარბწონა დაავადება არ არის, ამიტომ აბსოლუტურად ვეთანხმები მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც თვლის, რომ მაინც შეუძლია თვითონ ექიმთან მისვლის გარეშე მოაგვაროს ეს პრობლემა, რითი? რეჟიმის გამომუშავებით, ჯერადი კვებით, აუცილებელია რომ საუზმის გარეშე შინიდან არ გავიდეთ, შეძლების დაგვარად გქონდეს სადილი და მსუბუქი ვახშამი. მაგრამ ისინი, ვისაც აქვს ჭარბი წონა კი არა, არამედ სიმსუქნე ჩამოყალიბებული კვე როგორც დაავადება, მათ პრინციპში ენდოკრინოლოგთან ვიზიტის გარეშე ცოტა გაუჭირდებათ ამ პრობლემასთან გამკლავება, ვინაიდან ეს დაავადება არის, ეს არ არის ესთეტიკური პრობლემა, ეს არ არის კოსმეტიკური ნაკლი. ამ პრობლემას აქვს თავისი გამომწვევი მიზეზი. ალბათ პრობლემას ნუ დავარქვათ, იმიტომ რომ გემოვნებაც ინდივიდუალურია, ხო? და ეს სტანდარტები ვიზუალურად როგორ უნდა გამოვიყურებოდეთ ქალები თუ მამაკაცები, მაგრამ უფრო ხშირად წნეხი ქალებზეა. 2 კილოსაც არ გაპატიებს საზოგადოება და არა მხოლოდ ქართული პრინციპში. მე სხვა რამეზე მინდა ასე ვთქვათ თემა გადავიტანოთ. არის თუ არა კულტურის ნაწილი კვება და თუნდაც საქართველოში ეს კულტურა ხომ არ არის ოდნავ დაშორებული ამ თქვენს მიერ ნახსენები დაბალანსებული რაციონისგან? ვფიქრობ არა. ვფიქრობ არა, ვინაიდან გეთანხმებით, რომ ქართული სუფრის მრავალფეროვნება გულგრილს ვერავის ვერ დატოვებს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ თუკი ზომიერების შეგრძნება არ გვიღალატებს, კვება აბსოლუტურად თავისუფლად შეიძლება რომ წარმართოთ, ეს ჩვენს ხელშია. ამასთანავე იცით რა შეასაქმე? ზოგადად საუბარია იმაზე, რომ აი ესეთი სუფრა ძალიან ხშირად არ არის, რასაც თქვენ გულისხმობთ ალბათ, რომ როდესაც უნდა მიუსხდეთ ამ სუფრას, ეს ყოველდღიურ ელფერს ხომ არ ატარებს, არა? აქედან
გამომდინარე, აი მაგალითად განსხვავებით სხვა ბევრი ქვეყნისგან ჩვენ არ გვაქვს სალათების შედარებით მსუბუქი საკვების ისეთი რაოდენობა, როგორც მაგალითად ძიმე საკვების. ხო გვაქვს ხაჭაპური, გვაქვს ხინკალი, კერძები, რომელსაც ჩვენ არ მივირთმევთ თვეში ერთხელ. თუმცა არც ყოველდღიურად არ მივირთმევთ. ვფიქრობ, რომ არა. სალათების ნაირფეროვნება და მრავალსახეობა ვფიქრობ, ის უკვე დიასახლისის შემოქმედების უნარზეა დამოკიდებული. კულტურა ნამდვილად გვაქვს და არა მარტო ამ მიმართულებით. მე ვფიქრობ, რომ გვაქვს. უბრალოდ მე ვფიქრობ იმას, რომ ზომიერების შეგრძნება გვალატობს ძალიან ხშირად. ამასთანავე, როდესაც მთელი დღის განმავლობაში, როცა ვიცით, რომ წვეულებაზე მივდივართ, ჩვეულებრივ ეს ხდება. მთელი დღე ვცდილობთ, რომ დავზოგოთ საკუთარი თავი, არ მივირთვათ, რომ მერე გემრიელად მიუძღდეთ სუფრას და იქ დავაგემოვნოთ ყველა ის კერძი, რაც სუფრაზეა წარმოდგენილი. აი აქ ვუშვებთ ძალიან დიდ შეცდომას. ეს არის კულტურის ნაწილი, ამიტომაც გითხეთ. თქვენ კი უარეთ. რა თქმა უნდა, უარს ვიტყვი ყოველთვის, ვინაიდან კულტურასთან მიმართებაში ჩვენ პრობლემა არ გვაქვს და არც კვების კულტურასთან დაკავშირებით. ეს არ შეიძლება ინდივიდების დონეზე იყოს საუბარი. ინდივიდუალურ შემთხვევაში შესაძლოა, მაგრამ მასობრივად მე ვფიქრობ, რომ ამის ნაკლს და უკმარობას ჩვენ არ განვიცდით. კეთი, წყალი და წყლის მნიშვნელობა ორგანიზმში. ჩემთვის აღმოჩენა იყო რამდენიმე წლის წინ, როდესაც ყავა სულაც არ მეხმარება იმაში, რომ დავიცვა წყლის ბალანსის შენარჩუნებაში. პირიქით ხო, გაუწყლობას იწვევს. რამდენად შეიძლება, რომ წყლის საპირწონე იყოს უშაქრო და არაკალორიული გაზიანი სასმელები? ვერაფრით ვერ იქნება. იმიტომ რომ იცით, აი ეს სწორედ გაუწყლოვანება, ეგრეთ წოდებული დეჰიდრატაცია, ეს ნიშნები შესაძლოა ექიმთან მისვლის გარეშე თითოეულმა ჩვენგანმა სახლის პირობებშიც დაადგინოს რა ხდება. ძალიან ხშირად იცით, როდესაც არის ესეთი ჩივილი, რომ მაქვს მეხსიერების დაქვეითება, ცოტა მიჭირს კონცენტრაცია, პრინციპში ცოტა ცმაც მცვივა, არა მაქვს ისეთი შეგრძნება, ქრონიკული გადაღლის შეგრძნება აქვს ადამიანს და ხშირად გონიათ და ენდოკრინოლოგს მიმართავენ ხოლმე იმ ჩივილით, რომ ხომ არ არის პრობლემური ფარისებრი ჯირკვალი. როდესაც ჩავეძიებით მაქსიმალურად, გაირკვევა, რომ ეს ადამიანი ფაქტობრივად დღის მანძილზე მაქსიმუმ 1-2 ჭიქა წყალს მიირთმევს, თუმცა დანარჩენი რაციონი არის შევსებული ყავით, ჩაით და ის ფიქრობს, რომ მას ეს პრობლემა არ აქვს. უპირველეს ყოვლისა, უნდა მაქსიმალურად დავატენიანოთ ჩვენი ორგანიზმი, ვინაიდან წყლის მიღება არის ყოვლად აუცილებელი. თუ წყალი არ არის იმოდენობით მიღებული ორგანიზმში, რაც აუცილებელია, ასე მაგალითად, საშუალოდ რომ ვთქვათ, 1 კილოგრამზე დაახლოებით 40 მილილიტრი. ზაფხულთან დაკავშირებით ალბათ 2 ლიტრამდე შეიძლება რომ ვურჩიოთ ჩვენს მაყურებელს, მაგრამ თუ კი საუბარია პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანზე, ვისაც აქვს დაუშვათ გულსიძარღვთა სისტემის პათოლოგია, ან საშარდეგზების პრობლემა, ან მიდრეკილება, შეშუპებისადმი რომელიმე ესეთი თანხლები დაავადება, იქ რა თქმა უნდა, წყლის მიღება უფრო შეზღუდულია და მაინც ექიმთან კონსულტაციით დგება ის აუცილებელი ნორმა და რაციონი. მაგრამ ზოგადად ყველას ვუსურვებდი, რომ დილა თუ შეგვიძლია რომ დავიწყოთ 1 ჭიქა წყლით, იქნება მხოლოდ და მხოლოდ სასურველი, ასევე დღის განმავლობაში ვეცადოთ, რომ მცირე ულუფებით არ არის აუცილებელი 1 მიღებაზე 9 ლიტრი ერთბაშად მივიღოთ. იმიტომ რომ ძალიან ხშირად თუნდაც მეც რაღაც განსაზღვრული დროის მანძილზე აბსოლუტურად არანაირი მოთხოვნილება წყლის მიღების არ მქონდა და ხშირად არის ასეთი შეკითხვაც, რომ იცით რა, როცა არ მწყურია, ვაიძულო, ჩემი ორგანიზმი ძალით მივიღო, პრინციპში უნდა ვაიძულო. და იცით ხშირად ბავშვებს, როცა ვურჩევთ, ძალიან რთულია ტკბილი გაზიანი სასმელი აძაგო და უთხრა რომ ეს არა, ეს შენი ჯანმრთელობისთვის ცუდია და მოდი წყალი მიიღე, ბავშვს ეს დიდად არ ესმის, ბუნებრივია, იმიტომ რომ ის მაინც უფრო საგემოვნო თვისებებს ეყრდნობა, არა? ამიტომ რაღაც მოვიფიქრეთ, არა მარტო ჩვენ, არამედ ზოგადად მოიფიქრეს ესეთი მიდგომა იმასთან დაკავშირებით, რომ როგორ გავაგემრიელოთ წყალი, რომ ბავშვმა მაქსიმალურად დაუშვათ რაღაცა მიიღოს ეს სითხე. გვირჩიეს ერთგვარი პიტნის ფოთლებით წყლის გაგემრიელება, ლიმონის წვენი, ფორთოხლის ნაჭრებით და ჩვევის გამომუშავება. პრინციპში ჩვენი შვილები, რასაც ხედავენ შინ, იგივეს ახორციელებენ. ამიტომ შეძლების დაგვარად უნდა ვკავშირდებოდა დავალებინოთ ეს წყალი. შესაძლოა თქვენ სიტყვა კულტურამ შეგაშინათ და ამიტომაც იუარეთ. მე არ ვაპირებ რომ თემას დავშორდე და რატომ? იმიტომ რომ არაერთ ქვეყანაში იგივე კვებაზე, იგივე იმაზე თუ რა განსხვავება ცილასა და ნახშირწყალს შორის. დარწმუნებული ხართ რომ ბევრმა იცის რომელი პროდუქტი შეიცავს ცილას, ნახშირწყალს და ასე შემდეგ. ეს
ხდება უკვე სკოლის ასაკიდან, ხო, ინფორმირება ბავშვების კვებაზე და იმ საკვებზე, რომელიც ჯანმრთელობისთვის არის სასარგებლო. თუ კი შევიხედავთ ქართულ სკოლებში და ეგრეთ წოდებულ ბუფეტებში, თქვენ ვერ აღმოაჩენთ ვერც ერთ ჯანმრთელ საკვებს და იმ რაციონს, რომელიც დღეს რომელზეც ჩვენ საუბრობთ, რომ არის ადამიანის ორგანიზმის სასარგებლო. ძირითადად არის ეგრეთ წოდებული სწრაფი კვების, fast food-ი, ეგრეთ წოდებული სწრაფი კვების საკვები, რომელიც არის მთლიანად ცომით დამზადებული, იქნება ფენოვანი, ხაჭაპური, ლობიანი თუ სხვა. და ეს გრძელდება შემდეგ უკვე უნივერსიტეტში და ამ შემდეგ და ჩვენ უკვე ზრდასრულ ადამიანებს უნდა მოვთხოვოთ, რომ დასხდნენ და იფიქრონ იმაზე, რა არის მათი ჯანმრთელობისთვის უკეთესი. მაშინ, როდესაც ბავშვობიდან, როდესაც ამის კარგი საშუალება გვაქვს, რომ შევაჩვიოთ, ამის შესაძლებლობა არ არის საჯარო სივრცეებში და თუნდაც ოჯახში. ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, გეთანხმებით, თუმცა საქართველოს გამონაკლისი არ გახლავთ, იმიტომ რომ სწორედ ახლა ხანს გახლდით ჟენევაში, სადაც იყო მიმოხილვა ჩატარებული ევროპის მასშტაბით სკოლების და ასევე გამოცდილება გაგვიზიარა ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოსულმა ჩვენმა კოლეგამ, რომელთაც ანალოგიური პრობლემა აქვთ. ამიტომ ნუ დავარქვევთ ამას მხოლოდ საქართველოს და ქართული სკოლების პრობლემას. იქაც დგას ეს დღის წესრიგში საკმაოდ მწვავედ, ვინაიდან იგივე აი ეს ეგრეთ წოდებული სწრაფი კვების ობიექტები, ეგრეთ წოდებული ეს fast food-ი, იქ sakmaud dominirებს. ანუ ჩვენი სწრაფი კვების ობიექტებით მსოფლიოს ვერ გავაკვირვებთ. ანუ მსოფლიოს გაკვირვებას უაც არ არის საჭირო იმაზე, რომ ჩვენ პრობლემაზე ვიდარდოთ. ვერ გავავლებთ ვერანაირ პარალელს, რომ ჩვენ ვართ უარეს მდგომარეობაში და მსოფლიოს სხვა ქვეყნების სკოლები უკეთეს მდგომარეობაში. აქ ვერ დაგეთანხმებით. ეს არის გლობალური პრობლემა, რომელიც არის სამწუხაროდ დაკავშირებული ბევრ სუბიექტურ და ობიექტურ მიზეზთან, სამწუხაროდ არის დაკავშირებული ეგრეთ წოდებული ობეზოგენური, ანუ სიმსუქნის ხელშემწყობი გარემო შექმნასთან და ძალიან რთულია არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით აი ამ სწრაფი კვების ობიექტების აღმოფხვრა, ამ პროდუქციის არ შეტანა სკოლაში და დამშვიდობებაა ტკბილგაზიან სასმელებთან. ყველგან ძალიან რთულია. ბევრი ვისაუბრეთ კვებაზე, როგორ უნდა მოვიქცეთ იმაზე, იმისთვის რომ დავიკლოთ წონაში და ასევე ვისაუბრეთ იმაზე, რომ ეგრეთ წოდებული დაავადება არ არის ჭარბი წონა, დაავადება ეს არის სიმსუქნე. 5 მაისს საქართველოში სპეციალური ღონისძიება გაიმართა ამ საკითხთან დაკავშირებით. თუ შეგიძლიათ რომ მოგვიყვეთ და ამავდროულად გითხრათ რა მდგომარეობა ამ ხრივ ჩვენს ქვეყანაში. 5 მაისს საქართველოს სიმსუქნის შემსწავლელი ასოციაციის ეგიდით და რა თქმა უნდა ევროპის სიმსუქნის შემსწავლელი ასოციაციის ძალიან დიდი თანადგომით სასტუმრო რედისონში გაიმართა ღონისძიება, რომელიც მიმართული იყო სწორედ რომ სიმსუქნის მკურნალობის თანამედროვე ასპექტებისადმი. იცით, ეს საკითხი შესაძლოა ესე მწვავედ საქართველოში არ დგას და ჩვენ სამწუხაროდ არ ვართ განაბივრებული ეპიდემიოლოგიური გამოკვლევებით, რაც ზუსტ ციფრს გვაუწყებდა თუ რა პრობლემა პროცენტულ მაჩვენებელს, ანუ საქართველოში დღევანდელ ვითარებასთან სტატისტიკური გამოკვლევები დიახ ამის უკმარობას განვიცდით. თუმცა, რა თქმა უნდა, ვიფიქრეთ, რომ ამ საკითხის დღის წესრიგში დაყენება თანამედროვე ბოლო ინფორმაციის გაცნობა ამასთან დაკავშირებით მეტად მნიშვნელოვანი იქნებოდა. ჩამოვიდა 5 საერთაშორისო მასშტაბის სპეციალისტი, სხვადასხვა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ჩვენ საუბრობდით თუ როგორ უნდა მოხდეს სიმსუქნით დაავადებული პირის გამოკვლევა, ანუ რა გამოკვლევები უნდა ჩატარდეს, რა უნდა მოხდეს პროფილაქტიკის თვალსაზრისით, რა პროფილაქტიკური ღონისძიებები გატარდეს. მე ვსაუბრობდი ამ კონფერენციაზე სწორი კვების პრინციპების თაობაზე, რომ როგორ შევცვალოთ კვების ქცევა. იმიტომ რომ თუ კი არ მოხდა ადამიანთან კვებითი ქცევის შეცვლა და ეს ყოველივე მოდის რა თქმა უნდა თავის ტვინიდან, ჩვენ მხოლოდ აი ამ ბანალური დიეტის გაწერით, რომელ საათზე რა უნდა მიირთვას, შედეგს, ხანგრძლივ შედეგს ვერ მივაღწევთ. ჩვენ არ უნდა დავკმაყოფილდეთ ხანმოკლე შედეგით, რომელიც არის გამოწვეული რაღაც განსაზღვრული ეგრეთ წოდებული დიეტის ან სპეციალისტის მიერ შედგენილი დიეტის შედეგად და არ უნდა დავკმაყოფილდეთ ამ შედეგს, იმიტომ რომ სიმსუქნე კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ქრონიკული დაავადება ის ფაქტი, რომ თუ კი აი ამ ცხოვრების წესს, ჯანსაღი ცხოვრების წესს არ მიყვები ბოლომდე, ფაქტობრივად მთელი ცხოვრება, მკურნალობაც იქნება წვეტილი. ძალიან ხშირად გამომდინარე იქიდან, რაც ვახსენე, ხომ ეს სტანდარტები, რომელსაც უნდა დაემორჩილოს. ყველა ადამიანი, ქალი თუ კაცი, ჯანმრთელობის პრობლემებს უქმნის ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ სიმსუქნე, აქვთ ჭარბი წონა, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი მუდმივად ცდილობდნენ მოექცნენ ამ 90, 60, 90 სტანდარტებში. რა არის სიმსუქნე? აი როგორ იზუმება, რას ნიშნავს უკვე ის
ის მდგომარეობა, როდესაც ეს არის უკვე გადადის როცა არის უკვე დაავადება. იცით, სიმსუქნის შეფასება, რაოდენობრივი შეფასების თვალსაზრისით მოწოდებულია ძალიან მარტივი მათემატიკური ფორმულა. ან უნდა ვიცოდეთ წონა კილოგრამებში და სიმაღლე და შესაბამისად წონა კილოგრამებში უნდა გავყოთ სიმაღლის მეტრ კვადრატზე და რა ციფრსაც მივიღებთ, იქედან გამომდინარეობს საკუთარ ეს ჭარბი წონა, დიახ, ეგრეთ წოდებული BMI, ანუ სხეულის მასის ინდექსი. თუ კი მიღებული ციფრი არის უკვე 29.9-30 და ზევით, ეს უკვე საუბარია იმაზე, რომ ჩვენ სიმსუქნე ჩამოყალიბებული გვაქვს როგორც დაავადება. 29.9 ეს არის ჯერ კიდევ ზღვარი ჭარბწონასა და სიმსუქნეს შორის. ამას გარდა სანტიმეტრი თითოეულ ჩვენგანს აქვს შინ ექიმთან მისვლის გარეშე თუ გამსაზღვრავთ წელის გარშემოწერილობას და თუ ხედავთ რომ მამაკაცების შემთხვევაში წელის გარშემოწერილობა აღემატება 94 სანტიმეტრს, ხოლო ქალბატონების შემთხვევაში აღემატება 80, ასეთ შემთხვევაში უკვე ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენს ჯანმრთელობას. ვინაიდან სწორედ რომ სიმსუქნის დროს და მამაკაცები როდესაც სუქდებიან, მათთან ეს ჭარბი ცხიმი ლაგდება მუცლის წინა კედელზე, არა? და ეს არის ყველაზე აქტიური, ესეთი ენდოკრინულად მეტაბოლურად აქტიური ცხიმი, რომელსაც შესწევს უნარი გამოიწვიოს გულსიზარდთა სისტემის დაავადება, ხელი შეუწყოს შაქრიანი დიაბეტის განვითარებას და შესაბამისად ძალიან ბევრი სხვა ცუდი დაავადების განვითარებას, რომელიც საბოლოო ჯამში ადამიანის ინვალიდიზაციასაც კი იწვევს. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მე მაყურებელს შევახსენებ, ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი ქეთი ასათიანი იყო ჩვენი სტუმარი.